დღეს სამწუხაროდ ჩვენ მოვედით ყველა ამ ეტაპზე და ვართ ყველა ამ ეტაპზე, როცა ეკლესია ფაქტიურად ნომინალური ქრისტიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ცხოვრობენ იმით, რომ რეალურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიმღები მე ვარ. რეალურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიმღები ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ, მაგრამ არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, ოღონდ შენინების თანახმად. მოვძებნე შენინება, გავიგე შენინება, გავიგონე შენი ხმა, არ გადამიხვევია შენი წესებიდან. და ჩემ ცხოვრებაში პრიორიტეტები იმის დამიხედვით კი არ დავალაგე, მე რა მაწყობს. ჩემ ცხოვრებაში პრიორიტეტები იმის დამიხედვით დავალაგე, შენ რას მეუბნეოდი. შენი სიტყვა, შენი ნება რას მაუწყებდა. როგორც მეორე რჯულის 26-ე თავის მე-12 მუხლში წმინდა წერილი გვასწავლის, როგორ ელაპარაკება ღმერთი მოსეს და ეუბნება, რომ როცა ამას გააკეთებთ, იქ მიათედის დადებაზეა ლაპარაკი, უთხარიო ეს, ასწავლე მათ, უთხარი, რომ თქვან, რომ გავიტანე სახლიდან წმინდა წელი. ამ სიტყვების გამეორებას კი არ ასწავლიდა ღმერთი. ის ასწავლიდა, რომ როგორი განცდით უნდა ყოფილიყავი ამ დროს, როგორ უნდა გემოქმედა ამ დროს, რა უნდა გაგეკეთებინა ამ დროს. გავიგონე შენი ხმა, არ გადამიხვევია შენი ნებისაგან. როგორც მაუწყე ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც მაუწყე ზუსტად იმ მიმართულებით წავედი. გავაკეთე ისე, როგორც მითხარი. სხვადასხვა ჩემო მეგობრებო, ჩვენ ხშირად გვაქვს ესეთი რაღაცა, ვიგებთ მთავარს და ვაკეთებთ ჩვენებურად. გავიგონე, საულმაც გაიგონა ღმერთის ხმა. ვინ იტყვის, რომ არ გაიგონა? როცა სამუელი ეუნება, რატო არ გაიგონე ღმერთის ხმა? საულს პრეტენზია აქვს, გავიგონე ღმერთის ხმა. ღმერთმა მითხრა, ყამალეკი გაანადგურე, წავედი და გავანადგურე. მაგრამ ისე გააკეთა, როგორც ღმერთმა უთხრა? ჩვენ თავს აქ ვერ ხედავთ? ხშირად ჩვენ ვიგებთ გლობალურ რაღაცებს. ვიგებთ, რომ ასია საჭირო, მაგრამ ვაკეთებ ისე, როგორც მე გამომდის, ან როგორც მე მინდა. წეგან ლევანი ამბობდა და ვფიქრობ ეს საყურადღებო რაღაცეები, დეტალები, წვრილმანები. დეტალები და წვრილმანები სულაც არ არის წვრილმანები, ეს შენთვის არის წვრილმანი. თორე ყველა დიდი რაღაც, აი ეს სმარტფონი ხელში რომ მიჭირავს, სულ წვრილმანი დეტალებისგან შედგება. და საკმარისი ერთი პატარა დეტალი აღარ იყოს მასში, რომ ის არ იმუშავებს. ცხოვრება წვრილმანი დეტალებისგან შედგება. და თუ იმ წვრილმან დეტალებში ჩვენ არ შეგვიძლია მოვისმინოთ ღმერთის ხმა და მისი ნების თანახმად ვიცხოვროთ ამ წუთის სოფელში, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ღმერთ უკას გვქმნით. და სამწუხაროდ თანამედროვე ეკლესიებში, თანამედროვე ქრისტიანებს ჩვენ, მე არ ვლაპარაკობ სხვებზე, ჩვენი ღმერთ უკები გვყავს. ჩვენ ცხოვრებაში შექმნილი, რომელსაც და ვცდილობთ, რომ ამით ვიცხოვროთ, რომ ის ასეთია, არა და ის ისეთია, როგორიც არის. ის არაპირებს ცვლილება შენს გამო. ღმერთი გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა, ეს არ შეიძლება არასდროს. ჩვენ გვაქვს შანსი შევიცვალოთ. ჩვენ გვაქვს შანსი წავიდეთ მისგან. ის საკითხები, რასაც ჩვენ ვეხებოდით ეკლესიაში ბოლო დროს და რაზედაც ღმერთმა გაგვამახვილა ყურადღება, მაგალითად წინა კვირას, წინა კვირას კი არა, იმის წინა კვირას შემთხვევით არაფერი ხდება. ქუთაისის ეკლესიის პასტორი იყო ქალაქ გორში და რაღაც ქალაქში იყო, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ყოფილიყო ეკლესიაში და ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი მსახურება, წინასწარ დაგეგმილი კონფერენცია, ეს სპონტანურად მოხდა და მადლობა ღმერთს. ძალიან კარგი სიტყვა, ალბათ, რა ვიცი, მიიღეთ ყველამ და მოისმინეთ, როგორ ავაშენოთ დაცვის ხაზი. ჩვენ ამაზე არც კი ვფიქრობთ ხშირად. არც კი ვფიქრობთ ამაზე. ჩვენ რაღაცნაირად სპონტანურად გვაქვს ის. ხშირად იმაზეც კი არ ვფიქრობ ეკლესიაში, რატომ მივდივარ? იმაზეც კი არ ვფიქრობ, რაზე მინდა, რომ დღეს ღმერთმა გამიმახვილოს ყურადღება. იმაზეც კი არ ვფიქრობ, რომ მე დღეს მჭირდება სიტყვა ღმერთისგან, მოვდივარ ეკლესიაში, რაც იქნება, ის იქნება. წავალ აქედან, ნორმალური იყო რა, კარგად იკადაგა პასტორმა. სამწუხაროდ დღეს ჩვენ აი ამ რელიგიით ცხოვრობთ. მსახურებიდან მსახურებამდე და ეკლესია გახდა ადგილი, სადაც ფსიქოლოგიურად უნდა დავმშვიდდე. რაღაცა ჩემი რელიგიური მოთხოვნილებები დავაკმაყოფილო. მაგრამ მე ვფიქრობ,
წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ თუ დავაგვიანე, იცოდე როგორ მოიქცე ღმერთის სახში, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი, დიდება უფალს. შემდეგ წინა კვირის კონფერენციები ეს მე ვფიქრობ, რომ ეს ის გზა არის და ის სიტყვა არის, რომელიც სიტყვაშიდაც ჩვენ უნდა დავიწყოთ დინება. სამი რაღაც, რაც ნახსენები იყო და რასაც ქრისტიანები მუდამ უნდა ვეძებდეთ ჩვენ ცხოვრებაში, ეს არის პროფესიონალიზმი, ეს არის ქრისტეცენტრიზმი და სულიწმინდის ღებულება. და თემა, რაც ამ კონფერენციას ჰქონდა, დავითის დაცემული კარავი, დავითის კარავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მე გუშინაც ვლაპარაკობდი მამაკაცთა მსახურებაზე, თუ სიტყვა კარავი თქვენ რამეს მიგანიშნებთ, რომელი კარავი გახსენდებათ, აბა? მოსეს კარავი. მოსეს კარავი ეს იყო ტაძრის წინასახე. მოსეს კარავი ეს იყო ის, რომლის გაკეთებაც ღმერთმა უბრძანა თვითონ მოსეს. მაგრამ მოსეს კარვის გაკეთება ღმერთმა მოსეს უბრძანა მას მერე, რაც თავის ერში კერპმსახურება ნახა. როცა მოსე წავიდა სიონის სინას მთაზე რჯულის ჩამოსატანად, გახსოვთ ალბათ, და 40 დღე დარჩა იქ. რა მოხდა ამ დროს ისრაელში? ებრაელებმა არ იცოდნენ სად იყო მოსე. მოსე წავიდა, არაფერიდან არ წაუღია და 40 დღე გავიდა. და ყველაფერი წყლის გარეშე როგორ გაზლო 40 დღე მთაზე. და მათ ჩათვალეს, რომ რაღაც წესკაცი 40 დღე არ ჩანს და მაშინ მობილურები არ იყო, რომ მესიჯი გამოეგზავნა მოსეს, რომ ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. და რაღაც 40 დღე არ ჩანს, ჩათვალეს, რომ მოკვდა ეგ კაცი. ჩათვალეს, რომ მოსე აღარ არის, მოსე მოკვდა, всё დამთავრდა ყველაფერი. და მივიდნენ აარონთან და უთხრეს, რომ მოსე აღარ არის. ჩვენ გვჭირდება ღმერთები. გაგვიკეთე ღმერთი. და აარონიც დანებდა. გახსოვთ, იცით? რა გააკეთა აარონმა? უთხრა, კარგი, ღმერთი გჭირდებათ, მე გაგიკეთებთ ღმერთს. ჩამოხსენით თქვენ სოლებს და თქვენს ასულებს ოქროები, მოიტანეთ ყველამ და გავაკეთოთ ღმერთი. მოიტანეს ყველამ ეს ოქროები, ერი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, ერი, რომელმაც თავისი თვალით ნახა მსოფლიოზე, სახელმწიფოზე სასწაულები ღმერთისა. ერი, რომელმაც გახსნილ ზღვაში გაიარა. ერი, რომელიც ღრუბლის სვეტს ხედავდა დღისით და ცეცხლის სვეტს ღამით. უეცრად, იმიტომ რომ მოსე 40 დღე არ გამოჩნდა, მივიდნენ და გაგვიკეთე ღმერთი. და გააკეთეს ოქროს ხბო და რა დაარქვეს, იცით იმ ხბოს? კურთხეული ღმერთის სახელი. იახვე დაარქვეს. აი, აარონმაც გამოიტანა ეს ხბო და უთხრეს, აი, შენი ღმერთი ისრაელო და იახვეს დღესასწაულია ხვალო. ანუ ხბოზე თქვეს, რომ ეს არის იახვეო. მეგობრებო, ჩვენ ხშირად სხვაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, ებრაელებმა დაუშვეს ეს შეცდომა. ჩვენ ცხოვრებაში რამდენჯერ არის ეს შეცდომა? რამდენჯერ ვარქმევთ ღმერთს იმას, სადაც ღმერთი საერთოდ არ ყოფილა? რამდენჯერ ვამბობთ, რომ ღმერთმა მითხრა, როცა ხშირად ღმერთი საერთოდ საპირისპიროს ამბობდა იმ დროს? რამდენჯერ ვარქმევთ ჩვენ სურვილებს, ჩვენ რო გვინდა რაღაცა, ღმერთს ასე უნდა. იმიტომ რომ მე მინდა ასე. იმიტომ რომ ჩემი გზა არის ეს. და იცით, სწორედ ამ დროს, როცა ღმერთის რისხვა აღინთო, როცა მოსე ჩამოვიდა, დაინახა სიბილწე, ღმერთმა უთხრა, შენი ერი კერპმსახურობაში ჩავარდა, როცა ჩახვალ სურპრიზი დაგვდება. და მოსე ჩამოდის აღთქმის ფიქალებით, რომელიც თვითონ ღმერთმა დაწერა ქვებზე. და უნდა მოიტანოს ეს და უთხრას ისრაელს, რომ აი ღმერთმა სიტყვა გამომატანა თქვენთან. ჩამოდის და ხედავს, რომ როკავენ ოქროს ხბოს ირგვლივ. და ოქროს ხბოს დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც იახვე დაარქვეს. და აიღო და დაამსხვრია ეს ფიქალები. და მაშინ ღმერთმა უთხრა, ვერ ვიქნები იქ, სადაც კერპმსახურება,
ვერ ვიქნები ამ ხალხს შორის. ამიტომ ააშენე სადღესასწაულო კარავი ბანაკს გარეთ. ვისაც უნდა ჩემთან მოსვლა გამოვიდეს ბანაკ გარეთ და მოვიდეს სადღესასწაულო კარავში, ოღონ ხელცარიელი არავინ მეჩვენოს. ღმერთი ამბობს. და აშენდა ეს კარავი, გაკეთდა ეს კარავი, რომელიც ღმერთს ჰქონდა ნაკარნახევი. კარავს ჰქონდა გარეეზო, ის ტაძრის სტრუქტურას იმეორებდა. კარავს ჰქონდა გარეეზო, ჰქონდა წმიდაი, სადაც მღვდლები შედიოდნენ და ჰქონდა წმიდათა წმინდაი, სადაც აღთქმის კიდობანი იყო დასვენებული. და დიდი ხნის განმავლობაში ისრაელი ხელმძღვანელობდა ამ აღთქმის კიდობნით. სადაც მიდიოდნენ, მიქონდათ ეს კარავი, გადასაადგილებელი კარავი იყო. დაშლიდნენ, აიღებდნენ, წაიღებდნენ, მერე ისევ გაშლიდნენ და ისევ ღმერთს ემსახურებოდნენ, იმიტომ რომ აღთქმის კიდობანი, იცით რა იყო აღთქმის კიდობანი? ეს იყო კედარის ხისგან გაკეთებული, ოქროთი შემოჭედილი ყუთი, რომელშიდაც იყო აარონის აყვავებული კვერთხი, რომელშიდაც იყო აღთქმის ფიქლები, რომელიც მოსემ განმეორებით დაამზადა და რომელშიდაც იყო მანა. ყველაფერი მიუთითებს, რომ აღთქმის კიდობანი ეს ქრისტეა. აღთქმის კიდობანი სიმბოლირებდა ქრისტეს. აარონის აყვავებული კვერთხი ეს არის ძალაუფლების სიმბოლო. ქრისტე ამბობს, მე მოცემული მაქვს მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე. მათესახარების 28 თავი, 18 მუხლი. აღთქმის კიდობანში იყო ფიქლები, ანუ ღმერთის სიტყვა, რჯული. იოანეს სახარება დასაწყისში იყო სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი, მე-14 მუხლი. ჩვენ ის სიტყვა გახდა ხორცი და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდ შობილი დიდება. ქრისტე არის სიტყვა. დიდება უფალს და ბევრჯერ არის წმინდა წერილში ეს ნახსენები. მაგალითად, გამოცხადების 19 თავში ვიხილეო თეთრ ცხენზე მჯდომირი, რომლის სახელი არის ღმერთის სიტყვა, დიდება უფალს. და შემდეგ იქ იყო მანა, პური, ზეციერი პური. ანგელოზების საჭმელი, როგორც ამბობდნენ. ქრისტე ამბობს იოანეს სახარების მე-6 თავში, რომ თქვენ მამამებმა ჭამეს პური უდაბნოში და დაიხოცნენ, მაგრამ მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული. და ამ პურის მჭამელს საუკუნოდ არ მოშივდება, თქვა ქრისტემ. დიდება უფალს. ანუ აღთქმის კიდობანი ეს სიმბოლირებდა ქრისტეს და სანამდე აღთქმის კიდობანი იყო ყურადღების ცენტრში, მანამდე ისრაელს ჰქონდა წარმატება ყველგან. სანამდე ისინი ისმედნენ აღთქმის კიდობნიდან, იმიტომ რომ ტაძრის ცენტრი, კარვის ცენტრი, ეს კედლები არ იყო. კარვის ცენტრი, ქერუბიმები არ იყო აღთქმის კიდობანზე. კარვის ცენტრი არ იყო მენორა. კარვის ცენტრი იყო აღთქმის კიდობანი. აღთქმის კიდობანიდან გამოდიოდა ყველაფერი. შექინა, ანუ ღმერთის დიდების ღრუბელი, ზუსტად აღთქმის კიდობნის თავზე ვლინდებოდა. გასაგებია? როცა მღვდელმთავარი შედიოდა წმინდათა წმინდაიში, როგორც თქვით, წელიწადში ერთხელ და გამოდიოდა იქიდან, ხელებს შლიდა და ამბობდა, ნიგმა, ანუ აღსრულდა. რატო აკეთებდა ამას? იმიტომ რომ ის ხედავდა დიდების ღრუბელს, აი, ხშირად ჩვენ ვამბობთ სიტყვას მადლის ტახტი. ვამბობთ ხოლმე ისა სიტყვას მადლის ტახტი. იცით რა არის მადლის ტახტი? რატომ დამკვიდრდა ეს ჩვენ ცხოვრებაში? მადლის ტახტი იყო აღთქმის კიდობნის სახურავი, სადაც ორი ქერუბიმი იყო გამოსახული თაყვანისცემის პოზაში და ზუსტად იქ ვლინდებოდა ღმერთის დიდება. ამიტომ ვამბობ ჩვენ მოვდივართ მადლის ტახტის წინაშე. მადლის ტახტი ეს ის ადგილია, სადაც ღმერთის დიდება ვლინდება. მადლის ტახტი ეს ის ადგილია, სადაც სიტყვა მოდის, სადაც დასტური მოდის, სადაც მოდის მოწმობა ღმერთისგან, რომ სვერპლი მიღებულია. გადაწყვეტილება მიღებულია, დიდება უფალს. გასაგებია? მერე ხდება რა? საულის უკეთურობის გამო, საულის თვითნებობის გამო. იმიტომ რომ საული ღვთისნების საწინააღმდეგოდ იწყებს სვლას. იცით რა ხდება საულის ცხოვრებაში? ღმერთი ეუნება, საული ცხებული მეფეა. და ღმერთი ეუნება, რომ წადი გაანადგურე ყამალეკი. მე არ ვიცი ყველაფერი. გახსოვთ ალბათ ლიძიევსაც დაუსვეს აქ შეკითხვა და თქვა არ ვიციო. ძალიან კარგი სიტყვაა ეს. მე არ ვიცი ყველაფერი. რაში დაჭირდა ღმერთს ამ ხელა სისასტიკე? იცით დღეს ადამიანები იმის გულისთვის რომ ამას ხედავენ, ამბობენ რომ ძველი აღთქმის ღმერთი სასტიკი ღმერთია, ახალი აღთქმის ღმერთი სიყვარულის ღმერთია. ისინი ამბობენ რომ ძველი აღთქმის ღმერთი სხვა არის, ახალი აღთქმის ღმერთი სხვა არის. ეს არის სრული აბსურდი, სისულელე, ერესი. იმიტომ რომ ესაიას წინასწარმეტყველებაში ღმერთი ამბობს.
51 თავის მეათე მუხლი. შეგიძლიათ წაიკითხო და ნახოთ. მე ვარ მე და არ გამოსახულა ღმერთი ჩემს გარდა და არც იქნება არასდროს. დიდება უფალს. მე ვარ მე და არ გამოსახულა არ არსებობს სხვა ღმერთი. შმა ისრაილ ადონაი ენოხენუ ადონაი ეხად. ისმინე ისრაელ უფალი ჩვენი ღმერთი ერთი ღმერთია. არ არის განსხვავებული ღმერთი, ძველი აღთქმის ღმერთი განსხვავებული ღმერთია. უბრალოდ არის რაღაცეები, რაც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ჩვენ ვხედავთ ნაწილობრივ და წინასწარმეტყველებთ ნაწილობრივ, არის ბევრი რაღაცა, რომელიც არ ვიცი. ჩვენ არ ვიცი, რატო დაჭირდა ღმერთს ასეთი სისასტიკე. რატო იყო ყამალეკი? დღეს იცი არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ გენეტიკის დონეზე, მაგალითად საქართველოშიც არის ერთი ახალგაზრდა კაცი, მე ხშირად უყურებ ხოლმე მის ბლოგებს YouTube-ზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ყამალეკი ეს იყო გენეტიკური მუტაცია განცდილი რასა, რომელიც ნოეს შთამომავლობაში გაპარული ნიფილიმების გენს ატარებდა, რომლებსაც ჰქონდათ ზებუნებრივი განვითარება. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ასე ყოფილიყო. მე არ ვამტკიცებ, რომ ასე იყო, მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ ასე არ იყო, იმიტომ რომ არ ვიცი. ამიტომ ღმერთმა ბრძანა ეს უნდა განადგურებულიყო პირველი ცივილიზაცია განადგურდა სწორედ იმიტომ რომ აი ეს აღრევა მოხდა და ბოროტის მიზანი ეს იყო ადამიანის გენომის განადგურება რომ უნდა წაეშალა ადამიანი უნდა მოეხდინა აბსოლუტური დამახინჯება ღვთიური ქმნილების და თავისი თავი უნდა გამოევლინა იქ როგორც ღმერთი აი ეს მიზანი ქონდა ზუსტად და ესაიას წინასწარმეტყველებაში და ეზიკიელის წინასწარმეტყველებაში, როცა დაცემულ ანგელოზზე არის ლაპარაკი ზუსტად ამაზეა, როცა ამბობს, რომ შენ გადაწყვიტე და თქვიო შენ აუმაღლდები ღრუბლებზე მაგდგა და შემოქმედის გვერდით დავით გავტახტს და მასზე მაღალი ვიქნებიო. ამიტომ ღმერთი ბრძანებს ყამალეკის განადგურებას. ოღონდ ის კი არ ეუნება წადი და უბრალოდ იბრძოლე. ღმერთმა უთხრა, იქიდან არაფერი არ უნდა აიღო. იქიდან არაფერი არ უნდა დარჩეს. ყველაფერი, რაც ყამალეკთან არის დაკავშირებული, უნდა განადგურდეს. საულმა გაიგო, რომ ღმერთი ამ მიმართულებით აგზავნის, წავიდა, მაგრამ გზა და გზა. ჯარმა უთხრა, რატო უნდა დავხოცოთ ეს ხალხი? ისე მართალია. დაუჯერა. რატო უნდა გავანადგუროთ ეს სიმდიდრე? შენ ღმერთს შევწიროთ. ისე კარგია. და გამოიჩინა უკეთურობა, თუ გახსოვთ, თვითნებობა, ზოგს გონია, თვითნებობა ეს არაფერია. თვითნებობამ გადაწყვიტა ზუსტად ისრაელის ბედი. და როცა სამუელი ეუნება, რა არის, რომ ცხოვრებისა და ძროხის ბღავილი მესმის? რატო არ დადექი იმ გზაზე, რაზედაც ღმერთმა დაგაყენა? ხო თავი არ გეღირსებოდა? საულს პრეტენზია აქვს, რას ლაპარაკობ? გავიგონე ღმერთის ხმა, წავედით, გავაკეთე ისე. მაშინ რა არის ცხრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის? რაზე ლაპარაკობ ხეთ? აი წარმოიდგინე, მოდი ჩვენ ყოველდღიურობაში ვნახოთ ეს. ხშირად ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გავაკეთე ის, რაც ღმერთმა მითხრა, მაგრამ როგორ გააკეთე? ნუ ეხლა რეებს მე ლაპარაკები. მე ასე გავიგე. მე ასე მეგონა. ეს ხშირად არის ასე. მე ასე მეგონა. მე ვიფიქრე რომ და ხშირად პრეტენზია, რომელიც ჩვენს მიმართ ვლინდება, როცა საქმე გავაკეთეთ. გავაკეთე საქმე. და იმის ნაცვლად, რომ ვიღაცა სტაში დაეკვრა, საყვედური მივიღე. რა უსამართლობა, წელში იმტრევი ამ დროს. გასაგებია. მაგრამ მე როცა ხვდები, რომ თურმე ისე კი არ უნდა გაგეკეთებია, სხვანაირად უნდა გაგეკეთებია და მაშინ ირთვება, მე ვიფიქრე რომ, მე მეგონა რომ მე ჩავთვალე რომ და რა ქვია ამას? თვითნებობა. სანამდე იფიქრებდი რომ ხო არ ჯობდა რომ კითხვა დაგესვა? ასე გავაკეთო? შენ ასე გინდა? შენ ასე თვლი? ეს ჯობია? მე მეგონა რომ ეს საგალობელი უკეთესი იქნებოდა. ეს შენ გეგონა? მე მეგონა რომ კათედრა იქ უნდა მდგარიყო იმ კუთხეში, უკეთესი იქნებოდა. ეს შენ გეგონა. მე მეგონა რომ კონდიციონერი უნდა ჩამერთო ამ დროს. ეს შენ გეგონა. გასაგებია?
და შემდეგ რა ხდება? შემდეგ სცენაზე ღმერთი აჩენს ერთ პატარა ბიჭს. ვინ არის ეს პატარა ბიჭი? ეს არის დავითი. და ღმერთი შემოყავს ის სცენაზე. არაფრით გამორჩეული, როგორც ამბობენ ისტორიკოსები და რომ ის იყო წითური, ჭორფლიანი ბიჭი. ძალიან პატარა თინეიჯერული ასაკის. და მაშინ როცა პროფესიონალური არმია ნატო სტანდარტებით აღჭურვილი. კი, ეს ახლა ჩვენთვის გასაგები ენაა, მაშინ არ არსებობდა ნატო, მაგრამ მაშინ იყო სხვა სტანდარტები. მაგრამ ის არმია, რაც ისრაელს ყავდა, საულის არმია, იყო პროფესიონალური არმია. ყველა წვრთნა ჰქონდა გავლილი. თავის სპეცრაზმებით, თავის, რა ვიცი, დაზვერვით, ყველაფრით აღჭურვილი არმია დადგა ფაქტის წინ, არის ერთი გოლიათი ფილისტიმელებში, დიდი აღნაგობის ადამიანი, რომელიც გამოდის და წამოაყენა პირობა, გამოვიდეს თქვენგან ერთი ვინმე შემებრძოლოს, თუ მე გავიმარჯვებ, დაგუნებდები თქვენ და ჩვენი მონები გახდებით, ხოლო თუ თქვენ გაიმარჯვებ, ჩვენ გავხდებით თქვენი მონებიო. და 40 დღის განმავლობაში ეს კაცი დღეში ორჯერ გამოდის და 40 დღის განმავლობაში 40 დღე ეს არ ყოფილა ერთი დღე, ან ერთი საათი. 40 დღის განმავლობაში ეს გოლიათი დღეში ორჯერ გამოდის, აგინებს, ლანძღავს და წყევლის ისრაელს, მათ ღმერთს შეურაცხყოფს და ეს პროფესიონალი არმია პირდაღებული დგას და უსმენს. და არაფერს არ აკეთებენ. ვერავინ ვერ ბედავს გასვლას. ამ დროს ჩდება ავან სცენაზე ერთი პატარა ბიჭი, ჭორფლიანი, წითური ბიჭი, არაფრით გამორჩეული, იმის ღირსადაც კი არავინ რო არ ჩათვალა, რომ ჯარში გაეგზავნათ. მამამისმა უთხრა, შენ რა გინდა ჯარში, შენ მოდი ყველი წაუღე შენ ძმებს ბრძოლაში რო არიან. და ეს პატარა იყო და მითო. და ყოველ არ ვიცი, პერიოდულად რამდენ ხანში საჭმელი მიქონდა თავისი ძმებისთვის და ერთხელ როცა მორიგ ჯერზე მიიტანა საჭმელი ბანაკში, დაემთხვა იმას, რომ ეს გოლიათი ატარებს სემინარს. და დიდი დინამიკები დგას, ხმის გამაძლიერებელი და დგას ეს გოლიათი და წყევლის და აგინებს ისრაელს. და პირველი რაც ამ პატარა ბიჭის გულში გაჩნდა, ეს იყო, ვინ არის ეს წინა დაუცვეთელი ფილისტიმელი? ვინ არის ეს წინა დაუცვეთელი ფილისტიმელი? ჩემი ხელით მოკვდება ეგო, თქვა. მე მოვკლევ მაგას. გადაეღობნენ დავითს წინ. მე რას ლაპარაკობ, შენ პატარა ბიჭი ხარ. არავის არ ეწყინება შენ თუ ახლა უარს იტყვი. არავინ არ ჩაგითulis ამას მშიშრობად, ჯობია რომ თავი გაანებო, რატო უნდა მოიკლა თავი შვილო, წადი რა სახში, მიხედე რა შენ ცხრებს, რა შენი საქმეა ბრძოლა. შენ არ ხარ პროფესიონალი მეომარი, შენ არავინ არ იცი დღეს რო ეხლა რამე დაიწყოს, რამე კონფლიქტი დაიწყოს, მე რო ვერ ვიომო ისა ცხოვრებაში ორჯერ მაგ ავტომატი გასროლილი. მე რო ვერ ვიომო, ხო, არავინ არ ჩამითulis ამას სირცხვილად, ხო? ასევე დავითსაც იქ რო საერთოდ რო შეეხედა და და წასულიყო. ვერავინ ვერ გაამტყუნებდა დავითს. მაგრამ დავითის გულში ჩდება ერთი რაღაცა, ვინ არის ეს წინა დაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ჩვენს ღმერთზე და ისრაელის ლაშქრობაზე ასეთ რაღაცას ამბობს. ჩემი ხელით მოკვდება ეგო. არ წმუნებენ დავითს, უარ გაჩერდი დავით, კაცო. ცხელი ბიჭი ხარ ეხლა შენ თინეიჯერი ხარ, სისხლი გიდუხს ვითომ. კარგი რა წადი სახში რა მოშორდი აქედან. დავითი არა დაჟინებული ყო, არა მე უნდა მოვკლა ეგო. ბოლოს ეუნებიან და აბჯარი მაინც ჩაიცვი. რომ ცოტა მსუბუქად მაინც მოკვდა, ისე რომ არ დაგლიჯოს იმან. ჩააცვეს საულის აბჯარი, ხო იცით? ჩაფართხუნებული. და დავითი ამბობს, ამით რო ვიბრძოლო, შენი მეთოდებით რო ვიბრძოლო, იცი რა არის აბჯარი? აბჯარი მეომრის აღჭურვილობა არის. თითეული მეომარს საკუთარი აღჭურვილობა ჭირდება. სხვისი მეთოდებით და სხვისი მიბაძვით ვერ იცხოვრებ, მეგობარო. იცი არიან ადამიანები იმეორებენ ხოლმე რაღაც ტაჩ-მაჩ და რაღაცეებს და გონიათ რომ ეს აღძრავს ღმერთის რაღაცეებს. ნუ ჩაიცვავ საულის აბჯარს. ან მიკინტრუშას აბჯარს. არაფერში არ გამოგადგება. შენთვის ღმერთს შენი აბჯარი აქვს. შენი აღჭურვილობა აქვს. თუ ყურადღებით ხარ და ღმერთს ელაპარაკები და ღმერთს ეუბნები, ღმერთი გაძლევს მეთოდებს. დავითმა თქვა, ამით რო ვიბრძოლო, მომკლავს ეგ. არა. ჩვეულებრივ სანდლები ეცვა.
გამოვიდა აბგა ეკიდა, გავიდა 5 ქვა აიღო, ჩადო აბგაში. ჩვენ სიმბოლურად ვამბობთ ხოლმე რა არის ეს 5 ქვა, რომლითაც მტერი მარცხდება, როცა მე ვირწმუნებ და როცა ჩემს გონებაში იქნება, ქრისტე მოვიდა ჩემთვის. ქრისტე მოკვდა ჩემთვის, ქრისტე დაიმარხა ჩემთვის, ქრისტე აღდგა ჩემთვის და მე აღმადგინა თავისთან ერთად და ზეცაში დაჯდა ეს მეხუთე. მამის მარჯვნივ და შუამდგომლობს იქ ჩემთვის. სიმბოლურად ეს 5 ქვა არის, ჩვენ ასე დავარქვით. დავითმა აიღო ეს ჩადო თავის აბგაში და შურდული აქვს ხელში. ფილისტიმელი ეუნევეს გოლიათი, ზაღლი ხო არა ვარო, რომ ჯოხით გამოდიხარ ჩემს წინააღმდეგ. ეხლა დაგგლეჯო ნაწილ-ნაწილ და ფრინველებს გადაუყრი შენს ხორცს. დავით ეუნევა, მე ვხედავ, რომ დიდი ხარ. მე ვხედავ, რომ ძლიერი ხარ. მე ვხედავ, რომ შენ შემოკლა შეგიძლია. მაგრამ ერთი რაღაცაა, ზაღლზე უარესი ხარ, როცა ღმერთს ემას ელაპარაკო. ამიტომ შენ გამოდიხარ შენს ძალაზე და შენს სიმამაცეზე დაყრდნობილი. მე გამოვდივარ ცაბაოთ უფლის სახელით, რომელიც შენს თავს ჩამაგდებინებს ხელში. და ფრინველები კიდე უფრო გამასპინძლებას ელოდებიან, შენი სახით ჩემზე დიდი ხარ. და იცით, რომ დავითმა თავისივე ხმლით მოჭრა თავი ფილისტიმელს. თავისივე ხმლით და გახდა ეს ცნობილი, როცა ქუჩაში მოდიოდნენ, ქალბატონები გალობდნენ, რომ საულმა შემუსრა 1000, დავითმა 100,000. და საულის გულში, რომელიც თვითნებობა უკვე გაშორებული იყო მისი გული ღმერთს. იცი, იმაზე უკეთესი რა არის, რომ ჩვენ შორის დაიბადებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენზე დიდ საქმეებს გააკეთებენ. როცა ღმერთთან ხარ, ეს გახარებს. მაგრამ როცა პატივმოყვარეობით ხარ შეპყრობილი, ასეთებში კონკურენტს ხედავ. და მას წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებ. გასაგებია? ზუსტად ეს დაემართა საულს. მისი გული გამდგარი იყო ღმერთისგან. გარეგნულად არ ეტყობა ადამიანს, როცა ღმერთისგან არის გამდგარი. გასაგებია? და საული იწყებს დავითის დევნას და შევიწროებას. რისი გულისთვის? იმიტომ რომ დავითმა მოკლა გოლიათი. იმიტომ რომ დავითი გახდა პოპულარული. რამდენჯერ შეეძლო დავითს საულის მოკლა? ხო იცით ესაც, რომ ბევრჯერ ისა შეეძლო. და არ კლავდა დავითი საულს. და ბოლო-ბოლო მოკვდა საული. როგორ გლოვობს დავითი საულის სიკვდილს. როცა ამბობს, რომ ისე მოკვდა თითქოს ცხებული არ ყოფილიყოს. იცით, რომ საულის უკეთურების გამო იმისი გულისთვის, რომ ღმერთის ცხებულს დევნიდა, იმის გულისთვის, რომ ღმერთს არ უსმენდა, აღთქმის კიდობანი დაიკარგა ისრაელიდან. ღმერთის დიდება გაშორდა ისრაელს და აღთქმის კიდობანი ფილისტიმელებმა ჩაიგდეს ხელში, წაიღეს. და თუ გახსოვთ, ახლა მე არ დავიწყებ ამის მთელი იმის გამოკვლევას, მე პატარა ქრონოლოგიას გთავაზობ. დადეს დაგონის საკერპოში და იცით, რომ მეორე დღეს მოვიდნენ და დაგონი გადაყირავებული დახვდათ. წამოაყენეს დაგონი ფეხზე უთხრეს, დაგონ, დადექი მყარად, შენი გადაყირავება არ შეიძლება, ჩვენი ღმერთი ხარ. გავიდნენ და თქვეს, რომ ჩვენმა დაგონმა დაამარცხა ისრაელის ღმერთი. დიდია დაგონი. მოვიდნენ მეორე დღეს დაგონი ისევ გადაყირავებული დახვდათ. დაგონ წუხელი ბევრი დაგილევია, არ შეიძლება ასე. დადექი ფეხზე მყარად იდექი. დააყენეს, შეიძლება ბიჯგებიც კი შეუყუდეს. მესამე დღეს როცა მოვიდნენ, დაგონი მარტო გადაყირავებული არ დახვდათ. თავი ქონდა ბოტეხილი უკვე დაგონს. დამსხრეული იყო დაგონის კერპი. და მიხვდნენ, რომ ეს აღთქმის კიდობნიდან მოდიოდა ყველაფერი. მერე იცით, ბუგრები რო შეესია მთელ ფილისტიმელებს. ბუგრი ტილი არის ადამიანის სტილი და არის მცენარის სტილიც. და მთელი ფილისტიმელების მიწა და ხალხი ბუგრებისგან იტანჯებოდა. და მიხვდნენ, რომ ყველაფერი აღთქმის კიდობნიდან მოდიოდა და უთხრეს, ოღონდ ეს წაიღეთ აქედან. სულ არ წაიღეთ აქედან და წამოიღეს აღთქმის კიდობანი, მაგრამ ვერ გაბედეს მისი დაბრუნება იმაში, კარავში. და ერთ-ერთი იუდას სახლში იყო დიდი ხნის განმავლობაში ეს კიდობანი და დავითი იღებს გადაწყვეტილებას, რომ თუ ღმერთი ჩვენთან არის, იცი ღმერთი ჩვენ მაშინ ვართ ღმერთის ერი, როცა ჩვენი არსების ცენტრში აღთქმის კიდობანია. ის არის ყველაფერი. ის არის ცენტრი. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ,
აღთქმის კიდობანი როცა იყო ისრაელის ცენტრში და აღთქმის კიდობნის ირგვლივ როცა ვითარდებოდა მოვლენები, ისრაელი მუდამ გამარჯვებული იყო. დავითმა გადაწყვიტა, რომ მე უნდა წამოვიღო აღთქმის კიდობანი, მაგრამ დავითი იღებს ერთ გადაწყვეტილებას. მას არ მიაქვს აღთქმის კიდობანი მოსეს კარავში. კარავი ისევ არსებობს, ჯერ კიდე ტაძარი არ არის. და დავითმა გააკეთა ჯერ როგორ ამზადებს ყველაფერს იმისთვის, რომ აღთქმის კიდობანი დაბრუნდეს იერუსალიმში. მერე როცა აღთქმის კიდობანი მოაქვთ, რა მდგომარეობაში დგება დავითი? დავითი ვარდება ექსტაზში. როკვას იწყებს, ეს ცეკვა არ არის. ის მელოდიაზე არ ცეკვავდა. ტანსაცმელი გაიხადაო, ასე წერია და მოდიოდა აღთქმის კიდობნის წინ და ღმერთს ადიდებდა, როკავდა აღთქმის კიდობნის წინ. იცი რა არის როკვა ცეკვისგან განსხვავდება? როკვა არის, აი, როგორ გითხრათ, ექსტაზი, ანუ როცა ადამიანი სულიერი განცდით აკეთებს მოძრაობებს ღვთის წინაშე. და დავითი ესეთი იყო და ეცი საულის ერთ-ერთმა ქალიშვილმა დავითის ცოლი მელქოლა რომ დაცინებს და ეხუნება როგორ დამცირდიო შენ. როგორ დამცირდი. პატარა ბიჭივით გამოიყურებოდი მეფეკაცი. და დავითი ეუნება იმის წინაშეც ვინ წყემსობიდან მეფობამდე მომიყვანა, მე არაფერს არ მსხვენია. და ამ სიტყვების გამო მელქოლა მთელი ცხოვრება უნაყოფობით იყო და იცით. და დავითს მოაქვს აღთქმის კიდობანი და აშენებს სპეციალურ კარავს. ის არ მიაქვს ის მოსეს კარავში, დამალულ ადგილზე. ჯერ გარეეზო, მერე წმიდაი და წმიდათა წმიდაი ყველაზე საიდუმლო ადგილი, სადაც ვერავინ ვერ შედიოდა წელიწადში ერთხელ მხოლოდ მღვდელი. იცი და აარონის შვილებმა რატო დაიწვნენ აარონის შვილები? ცეცხლი შეიტანეს წმიდათა წმიდაიში, იქ სრული სიბნელე იყო. ჩირაღდნით შევიდნენ, გამოვიდა ცეცხლი უფლისგან და შთანთქა ისინი. როცა იუდას სახლიდან აღთქმის კიდობანი ურემზე დადებული მოქონდათ, ერთმა რო ხელი შეაშველა, გახსოვთ, რა მოუვიდა? ადგილზე მოკვდა. ეს იმხელა რაღაცა იყო, გასაგებია? და ხო შეიძლებოდა დავით წამოეღო აღთქმის კიდობანი, შეეტანა წმიდათა წმიდაიში, დაედო იქ, რომ ვერასდროს ვერავის ვერ დაენახა და ვერავის მასთან შეხება არ ქონიოდა. მაგრამ ღმერთის გადაწყვეტილება არ არის სადმე დაიმალოს. მე მახსენდება ალექსეი ლიძიევის პროექტი გახეული ფარდა. ის რო არის ცნობილი სიმღერა სინ მოი, შვილო ჩემო. არ მსურს ვიცხოვრო ფარდის მიღმაო, ღმერთი ამბობს. არ მინდა მე და შენ შორის ფარდა იყოს. არ მინდა შუამდგომლებით და წერილებით და მესიჯებით მელაპარაკებოდე. მე მიყვარხარ და მინდა შენთან პირისპირ ურთიერთობა. იცი დავითი აშენებს კარავს, სადაც არ არის წმიდათა წმიდაი. სადაც არ არის წმიდაი, სადაც არ არის განყოფილებები და აღთქმის კიდობანი არ არის გადამალული სადღაც. არის კარავი, სადაც არის დავანებული აღთქმის კიდობანი და მის წინაშე 24 საათის განმავლობაში მიდის თაყვანისცემა. და იქ შეეძლო მისვლა ყველას. არ იყო რჩეული ვიღაცა გამორჩეული მარტო მღვდლები, არა, ყველას შეეძლო იქ მისვლა. ოღონდ ერთი რაღაც. იქ ვერავინ ვერ მივიდოდა ექსკურსიაზე. დასათვალიერებლად. ასეთები მოკვდებოდნენ. იქ ყველა მიდიოდა თაყვანისცემით. ვისაც უნდა პატივი მიეგო და თაყვანი ეცა ღმერთისთვის, ისინი მიდიოდნენ აღთქმის კიდობნის წინაშე და თაყვანს სცემდნენ მას. ეს არის იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ქრისტეცენტრიზმი. და ამოსი რატომღაც ამბობს მე მოვბრუნდები და აღვადგენ მოსეს კარავსო. ამინ? არა. და რატო არ ამბობს ამოსი რომ მე მოვბრუნდები და აღვადგენ მოსეს კარავს? მოსეს კარავი ხო თვითონ ღმერთს ქონდა ნათქვამი რომ უნდა გაკეთებულიყო. მისი ზომებიც კი ქონდა ღმერთს ნათქვამი. მაგრამ ღმერთი ამბობს მე მოვბრუნდები და აღვადგენ დავითის კარავს. დავითის კარავს. დავითის კარავმა შემდეგ გადაინაცვლა ტაძარში. იცით? და ღმერთს უნდა, ეს არის ძალიან დიდებული გამოცხადება. ღმერთი ამბობს, რომ დავითის კარავი ეს იყო ადგილი ღმერთი ყველა ერისთვის და ღმერთი, რომელიც არ არის დამალული, ღმერთი, რომელიც არ არის საიდუმლო, ღმერთი, რომელიც არ არის მიუწვდომელი,
ვისაც უნდა ღმერთს ეს თაყვანი მისთვის ყველაფერი ღია, ოღონ თაყვანის სემაზე აქ ლაპარაკი. არა მანიპულირებაზე, არა იმიტაციაზე. გასაგებია? და ღმერთს ნებავს, რომ დავითის კარავი, იცი, რას და ჩვენ ვლაპარაკობთ? ეს ეკლესიიდან იწყება. ეკლესია არის მოვლენების ეპიცენტრი, მეგობრებო. იმიტომ რომ აღთქმის კიდობანი სად? ეს ეკლესიაშია. ქრისტე ამბობს თვითონ. და წეხან ვახსენე ეს მუხლი. პავლე მოციქული ამბობს, თუ დავიგვიანებ, იცოდე როგორ მოიქცე ღმერთის სახში, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია. ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. გასაგებია? თუ ეკლესია ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველია, ქრისტე ეკლესიის თავია. ეკლესია ქრისტეს სხეულია. და ეკლესიიდან იწყება ზუსტად დავითის კარვის აღდგენა. ეკლესია უნდა გახდეს ეპიცენტრი დავითის კარვის, რომ ადამიანებს ეს უნდა გაცდეს წმინდათა წმინდა ის. ღმერთის დიდება უნდა გაცდეს წმინდათა წმინდა ის. ღმერთის დიდება უნდა გაცდეს ამ ეკლესიის კედლებს. ღმერთის დიდება უნდა გავიდნენ აქედან. და როგორც იოველის წიგნში წერია, აი ხალხი ხალხთა შორის და მათი ნაწილი არ არიან. ზუსტად ეს არის. და ის რაზედაც ალექსეი ლაპარაკობდა. ის სამი რაღაცა, პროფესიონალიზმი, ქრისტეცენტრიზმი და სულიწმინდის სხებულება. მე მოგიწოდებთ ყველას, ვინც აქ ხართ. ეს არ ეხება მარტო ახალგაზრდებს. ახალგაზრდები ეპიცენტრში ხართ. ყველაზე კარგი დრო ახალგაზრდული ასაკია. იმიტომ რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლიათ. გაცილებით მეტი ენერგია გაქვთ და გაცილებით მეტი დრო გაქვთ მოცემული. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ზე პროფესიონალები. ოღონდ მარტო უამრავი პროფესიონალი ვიცი, მაგრამ რომლებიც ნოლი არიან ღმერთისთვის. და არავინ არ არიან და არაფერი არ არიან. იცი უამრავი პროფესიონალი შეგვიძლია ვთქვათ დაჯილდოებული ნიჭით, არა მარტო ნიჭით, დიდი შრომის უნარიანობით, რომლებმაც დაიწყეს ძალიან სწორი საფუძვლებით და მერე გაიტაცა ცხოვრების ტალღებმა. მოდი ავიღოთ ერთ-ერთი ვინც მახსოვს ვიტნი ჰიუსტონი. პიროვნება, რომელიც იყო ძალიან დიდი ნიჭის მფლობელი, ძალიან შრომის მოყვარე, გალობდა ეკლესიის გუნდში, იყო ზე პროფესიონალი თავის საქმის, მაგრამ დაამთავრა ნარკოტიკით და ზე დოზირებით. იცი პროფესიონალიზმი, მარტო პროფესიონალიზმი არაფერი არ არის. იცი დღეს უცხოვრობ სისტემაში, სადაც განადიდებენ ნიჭს. რა ნიჭიერი ხარ? თვითონ შენი დამსახურება იყოს ეს. ნიჭიერი რო ხარ, შენი დამსახურება არ არის. შენი არ არის ეს. ნიჭიერი რო ხარ, ეს ღმერთის მადლია და ღმერთის წყალობაა. მაგრამ თუ შენს პროფესიონალიზმს მიუერთებ პირდაპირ მნიშვნელობით ქრისტეცენტრიზმს. ქრისტეცენტრიზმი ეს არის ქრისტეს ფასეულობები. წეგან რასაც ლევანი ამბობდა, საყურადღებო რაღაცა არის. თუ ქრისტეცენტრიზმს მიუსადაგებ ფასეულობებს, იცით არიან ადამიანები, მორწმუნე, რომელსაც ვერ დაელაპარაკები. ვერ დაელაპარაკები. ყველა მის წინაშე ყველა მთეთის წვერებზე უნდა იარო. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. მართალი, რომელიც ტანკში ჩაჯდა და ანგრევს ყველაფერს ირგვლივ, მართალია და იმიტომ. მართალია და რა გინდათ მისგან? მადლობა ღმერთ ჩვენი პასტორისთვის. ერთი სიტყვა, ერთი თეზისი, რომელიც გვაქვს ეკლესიაში, ეს თეზისი გულზე დავიწეროთ. ნუ იქნები მართალი, ნუ ჩაჯდები ტანკში. იყავი მართული ღმერთის სულისგან. იყავი რბილი თიხა ღმერთის ხელში. იყავი მოდრეკილი და იცით, პატარა ბავშვთანაც კი შეძელი მისვლა და მისი აზრიც კი გაიგე. არა მე მართალი ვარ და მე როგორ მაკადრებენ ამას? როცა ასე ლაპარაკობს, ქრისტეცენტრიზმისგან ძალიან შორს ხარ. თუ ქრისტე არის ჩვენი არსების ცენტრში, გახსოვთ ერთხელ ქრისტეზე ტიროდნენ, გახსოვთ? როცა ჯვარს მოათხრევდა, ქალები მივიდნენ და ტიროდნენ მას, ვთქვათ, ჩემზე ნუტირი ხარ, თქვენ თავებზე იტირეთო. თუ ნედლ ხეს ასე მოექცნენ, ხმელს რაღაც უზავენ. თუ ქრისტეს შეეხნენ, იცოდე, შენ შეგეხებიან და რო შეგეხებიან, ნუ კი აფეთქდები ატომური ბომბივით. ქრისტე არ აფეთქებულა ჯვარზე.
ეს რა მიქნის? ხო ყველაზე დიდი უსამართლობა გაუკეთეს. მაგრამ ის ლოცულობს მამაო, აპატიე, რამე თუ არიციან, რას ჩადიან. ნებით თუ უნებლიეთ ვიღაცა რომ ბოროტებას გიკეთებს, ჩემგან ეს ლოცვა უნდა იყოს. იმან რო იცოდეს, რასაც მიკეთებს, ამას არასდროს არ გამიკეთებია. ადამიანები ხშირად არიან ბრმა იარაღები გამოყენებული. შენს მოსაშლელად, შენს ამოსაგდებად კალაპოტიდან. და ხშირად ჩვენ უფრო უარეს ვაკეთებთ. დამწვარზე მდუღარეს ვასხავთ. რომ კიდე უფრო მეტად გაღრმავდეს და გაღრმავდეს ეს უფსკული. მე რა შუაში ვარ, მე მართალი ვარ, მე და ამით ვაშენებ. ქრისტეცენტრიზმი ნიშნავს ქრისტე არის ჩემი არსების ცენტრში და არა მე. მე არ მჭირდება ჩემი თავის დაცვა ვაშენო და რაღაცეები ვაშენო. პავლე მოციქული ერთ რაღაცას ამბობს. მე ვილტვი ერთისკენ, როგორმე მიუწოდე, რომ ავტორიტეტი მქონდეს ურყევი. ასე ამბობს? ამას ამბობს? მე ვიბრძვი, ფასს ვიხდი, რომ დიდი ავტორიტეტი მქონდეს. არა, პავლე მიცის, რომ მისი ავტორიტეტი ქრისტეა. ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი მონაგები. იმიტომ ერთიც ქრისტესთან მაახლოებს და მეორეც. მე ერთს ვაკეთებო, წმინდა მოციქული ამბობს. ვივიწყებ რაც არის ჩემს უკან, ფილიპელთა წერილი. ვილტვი რაც არის ჩემს წინ. ქრისტეს მოწოდების პატივისკენ, ამისკენ ვილტვი. რომ ეს გამყარდეს ჩემს ცხოვრებაში. გასაგებია? პროფესიონალიზმი, პლუს ქრისტეცენტრიზმი. ქრისტეცენტრიზმი. გუშინ ვლაპარაკობდი მამაკაცთა მსახურებაზე. ჩვენ დრო ამოიწულა სულ რამდენიმე წუთს დავეკავებ. ცხოვრებაში რამდენჯერმე ღმერთმა ძალიან კარგი გაკვეთილი მასწავლა. და ამას როცა გელაპარაკებით, ამას სადმე წაკითხულს არ გელაპარაკებით. ეს ჩემი ცხოვრებაში ნასწავლებია, ჩემი ცხვირით ვისწავლე ეს. იცი ადამიანები ან სწავლობენ წაკითხულით და მოსმენილით ან ცხვირით. წაკითხული და მოსმენილი შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ ცხვირის სულ ყოველთვის გახსენებს. და ის რაც ახლა მინდა რომ გითხრათ, ეს მე ვისწავლე ჩემს ცხოვრებაში, იცი და ხელახლა აღარ გავიმეორებ იმას, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან ისეთი მეგონა კრიტიკული მომენტი, როცა ჩემ თავს ვასამართლებდი, რომ ეს იმიტომ მოხდა, ამიტომ მოხდა, ბლა 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 ბლა, არა და სინამდვილეში ღმერთს უნდა და ჩემთვის ერთი რაღაცა ჩვენებინა. როცა ჩემს ძალიან საყვარელ ადამიანს, ჩემს შვილს დაემუქრა საფრთხე, მე ფული არ მქონდა. ძალიან მიჭირდა მაშინ. მე არ მქონდა მისი მკურნალობის ფული, მე არ მქონდა მისი მკურნალობის საშუალება. და როცა მანქანაში დავჯექი და იმასაც კი ვფიქრობდი, ბენზინის ნასესხები ფული როგორ დამებრუნებინა უკან, 15 ლარი. მაგის საშუალებაც რო არ მქონდა და მეუბნეოდნენ, რომ 9000 ლარი მექნებოდა საშოვი რამდენიმე დღეში. ჩემთვის ეს იმხელა კატასტროფა იყო, წარმოუდგენელი რაღაცა. მაგრამ მე არ მithქვია, იცი, ბოდიში მე ფული არ მაქვს და როცა ფული მექნება, მე მოვიყვან ჩემ შვილს. იცი რატო? მე ფული აღარ დამჭირდებოდა უკვე. მე ფული ალბათ დაკრძალვისთვის დამჭირდებოდა. ან და სხვა რამისთვის. მე ვერ უთხარი, მე არ მithქვია ექიმისთვის, იცი მე ფული არ მაქვს და რა ვქნა ახლა და მე უთხარი 9000 კი არა, 9 მილიონი რო გახდეს საჭირო. გააკეთე ყველაფერი. და ღმერთია მოწმე, თირკმელის ჩაბარებაზე ვფიქრობდი. სადღაც გაზეთში წავიკითხე, რომ რაღაცა არალეგალური კლინიკა გაიხსნა რუსეთში და დონორებს იღებენ ესე ჩვეულებრივ და შენ შეგიძლია მიხვიდე გაესინჯო თუ ის ხარ ჯანმრთელი $40,000 იხდიდან თირკმელში და მე ვფიქრობდი წავალ მეთქი ვიპოვი ამას რაღაცას ვიზავ. ყველაფერზე ვიყავი და ერთი სიტყვა გავიგონე მარტო ღმერთისგან. როცა მანქანაში დავჯექი, საჭესთან დავჯექი და აი ყურები მევსებოდა ცრემლებით და გავიგონე ერთადერთი სიტყვა. ტკივა. იცი ეს რა იყო? ეს ტკივილი არ იყო. ყველა უჯრედი მეგლიჯებოდა. ტკივილი კი არა, ეს აუტანელი რაღაცა იყო. ღმერთს უხსნი, კი არ მტკივა უკვდები. იმიტომ რომ გიყვარს. იმიტომ რომ გიყვარს. როცა გიყვარს, იცი და რო არ გაქვს ვერიტყვი არ მაქვს. იმიტომ რომ კვდები, როცა გიყვარს შენ და რაღაცა არის იქ და რაღაც საჭიროება არის. სიყვარული არ მოგცემს, იცი, მიყვარს და გადავრუნე შვიდად წყნარად ყველაფერი. ხო მიყვარს, რაც თავარია. იცი, ჩვენ ხშირად ვთამაშობთ შეყვარებულის როლს. ჩვენ ვამბობთ, რომ ხო დაწერილია შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გული, მთელი შენი ძალი, მთელი შენი არსებით. მიყვარს. მართლა. სადღეგრძელო ხო არ არის შენ ცხოვრებაში.
სადღეგრძელო ხო არ არის ეს ჩემს ცხოვრებაში. მე როცა მიყვარს, როცა გიყვარს, შენ სიცოცხლეს დადებ. ამას წინათ ერთი ბლოგი ვნახე, ვიდეო YouTube-ზე. პატარა გოგო იღვიძებს და კითხულობს მამას ად არისო და მოუტანენ smartphones. და ეუნებიან, მამამ ეს გამოგიგზავნაო. გახსნის და მამამისი ცრემლმორეული ეუნება, შვილო, როცა შენ თვალებს გაახელ, მე აღარ ვიქნები, მაგრამ მე შენ გულში ვიძგერო. თურმე საკუთარი გული მისცა. მისი გულისთვის რომ მიშვილს ეცოცხლა. იმას უყვარდა და ეს მიტო გააკეთა. თუ ჩვენ ცხოვრებაში იქნება ქრისტე ცენტრიზმი, მე შენ არ დამჭირდები რაღაცისთვის. გასაგებია, მე შენი შეხსენება ჩემთვის ხოდა ამინი იქნება. იმიტომ რომ მე ქრისტე მძამს. მე მისი ფასეულებები არის ჩემი მამოძრავებელი ძალა. იცით, ერთი რაღაცა. მე გირჩევთ. დღეს არიან სკეპტიკოსები, კრიტიკოსები, რომელიც ყველას და ყველაფერს აკრიტიკებენ. რა არის ახლა ეგ? რას ნიშნავს ახლა ეგ? არასოდეს არ მოусმინო არავის. ვინც ამბობს რომ ასე არ ვარგა. ვინც არ ამბობს რომ უკეთეს ვინც არ გაჩვენებს. გასაგებია? ამიტომ ჩემი სურვილი და მოწოდება. მეგობრებო, ვისწავლოთ მოდი. ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე. ვისწავლოთ ჩვენს პატარა ჩავარდნებზე. ვისწავლოთ სანამდე არის დრო. სანამდე არის კიდე გამოფხიზლების დრო, რომ ვიღაცის ჯიკაობა არ დაგჭირდეს. ვიღაცის ეს არ დაგჭირდეს. პირიქით, მოდი, პროფესიონალიზმი. ქრისტე ცენტრიზმი. ჩვენი არსების ცენტრში უნდა იცოდეთ, რომ ეკლესია არ არის რაღაცა კრება, რომელიც ჩვენ შევიკრიბეთ და ეკლესიაში სიყვარული არ არის. სიყვარული არ არის? იყოს მერე შენგან დაიწყოს. ხედავ რო არ არის სიყვარული, დაიწყე შენ, გვაჩვენე შენ. გვაჩვენე მაგალითი, მოყვებით ყველა, რა ზიელაპარაკი. მაგრამ ხო უნდა გააკრიტიკო რაღაცა და ვიღაცა. იმდენი რამე არის, რაც არ მომწონს. მაგრამ მე კი არ ვდგევარ და ეს არ ვარ. იცი, ხელები დავიკაპიცოთ, მოდი და რო არ მოგწონს, გამოვასწოროთ. მოდი ვთქვათ, უკეთესი როგორ იქნება, როგორ გავაკეთოთ. იმიტომ რომ ქრისტე თუ არის ჩვენი არსების ცენტრში, ეკლესია არის ქრისტეს სხეული. ერთხელ ერთმა მაგ ეკლესიაში, მე არ ვლაპარაკობ მაგ ეკლესიას. 2 და 3 რო არის შეკრებილი დღეს. ხო, შეიძლება ბევრი არ შეუძლიათ, მაგრამ ქრისტე არის, ქრისტეს უყვარს ისინი. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ამაზე ორიენტირებული. და მესამე, სულიწმინდის სხებულება. სხვათა შორის მეგობრებო, გუშინ გამოვაცხადეთ ლოცვით მსახურებაზე, შემდეგ კვირას გვინდა მინი სემინარივით რომ გავაკეთოთ. მთელი ეს კვირა მოდი ყველას განსაკუთრებით ლოცვის ჯგუფს ვილოცოთ ამ საკითხისთვის და ღმერთი წაგვიძღვეს და იქითკენ წაგვიყვანოს რაც ღმერთს უნდა. ჩვენ გვინდა პირველი ნაწილი მსახურებისა იქნება ჩვეულებრივ, მეორე ნაწილში ჩვენ ვილაპარაკებთ სულიწმინდაზე, სულიწმინდაში ნათლობაზე. და ვილოცებთ კიდეც. და ყველა მსურველი, ვისაც უნდა განიცადოს სულიწმინდაში ნათლობა და სულიწმინდით ნათლობა. მე აქვე გეტყვით, ეს არ არის რაღაცა, რომ რაღაცა რჩეულობა, რომ ღმერთი ამას ვიღაცას აძლევს და ვიღაცას არ აძლევს. ღმერთმა ეს ყველას მისცა. და ქრისტემ თქვა, ვისაც წყურია, მოვიდეს და დალიოს. დიდება უფალს. იცით, ზაფხული დადგა და ხა ზღვაზე მიდიან. ზღვა არ ჩამოდის გორში, ჩვენ უნდა ჩავიდეთ ზღვაზე. და ზღვაში უნდა შეხვიდე. გასაგებია, ზღვაში რო შეხვალ, გაგრილდები. ასევეა. უნდა შეხვიდე სულიწმინდის დინების ქვეშ. უნდა განიცადო მისის მადლი და სიკეთე შენ ცხოვრებაში. და გვინდა რომ შემდეგ კვირას ეს იცი არის გალობა ცოდნით. არის ლოცვა ცოდნით. არის საქმის კეთება ცოდნით, ქადაგება ცოდნით. მაგრამ არის გალობა სულიწმინდის ღებულების ქვეშ. არის ქადაგება სულიწმინდის ღებულების ქვეშ. არის მოქმედება სულიწმინდის ღებულების, ეს გაცილებით მაღალი სტანდარტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, პროფესიონალიზმი, ქრისტეცენტრიზმი და სულიწმინდის ღებულება. როცა ეს სამი რაღაცა ერთდება, ჩვენ ღმერთის დიდებას ვიხილავთ. ღმერთის მოქმედებებს დავინახავთ. და გავყვებით მას. მე მინდა წამოვდგეთ და ვილოცოთ. მე რამდენიმე საკითხს მინდოდა შევხებოდი. არა დრო არ გვეყვა ამისთვის. მაგრამ არა უშავს. მე მინდა ვილოცოთ
მე მინდა ამ ლოცვაში ჩვენი გული გადმოღვაროთ ღვთის წინაშე. ღმერთი არასდროს არ გთხოვს იმას, რაც არ მოუწია ჩვენთვის. ღმერთი არ გთხოვს არასდროს, ისი დავით ძალიან უნდოდა ტაძარი აეშენებია. მაგრამ ღმერთი უნდა შენ ვერ ააშენებ ტაძარს. შენ არ ხარ ის თაობა, ვისგანაც ეს უნდა მოხდეს. იმიტომ რომ ჩვენ სხვა თაობა ვართ. ეს თაობა, ეს სხვა თაობა. ის რაც ჩვენში ვერ განხორციელდა, ღმერთი მათში განახორციელებს. თუ სწორ საფუძვლებს დავდებ, თუ სწორად ვიდგებ. ჩვენ ყველაფერი უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ იყოს ღმერთი ყველა ერისთვის. ღმერთი ყველა ხალხისთვის. დავდოთ სწორი საფუძვლები, სწორი ფასეულობები. არა დაბალი ღობე იხვის რო ხდება. არამედ ჩვენი თამასა ძალიან მაღალი უნდა იყოს. ჩვენი სტანდარტები ძალიან მაღალი უნდა იყოს. ჩვენი პროფესიონალიზმი ძალიან მაღალი უნდა იყოს. სინდისი ძალიან მაღალი უნდა იყოს.